ამ მრჩევლებზე ზეწოლისა და აგიტაციის ფაქტებზე საუბრობენ კახა კუკავა ფიქრიათ შიხრაძის პარტიის წარმომადგენლებიც. შემოხაზეთ 41 მითითება ლევან გორგილაძის განცხადებით 64 უბანზე ვინმე ანა რუხაძე მათ მხარდამჭერ საარჩევნო უბანზე შესვლამდე მისცა. ფაქტზე რეაგირებისას კი საუბარში არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი არჩევანის წარმომადგენელი ვინმე დავით ძიძიგურიც ჩაერთო, რომელიც უბანზე დამკვირვებლად რეგისტრირდება და ამ მრჩეველს მუხარის შემცველი სიტყვებით მიმართა. სამოცდამეორე და 64 უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ქალბატონი ანა ძიძიგური აწარმოებდა ეგრეთ წოდებულ პირდაპირ ზეწოლას ამ მომრჩეველზე. ერთ-ერთ ჩვენი ამ მომრჩეველს შეხვდა, არ იცოდა რომ სხვა პარტიის ამ მომრჩეველი იყო და ისა შეხვდა და ეუბნება სახელი გვარი, ჩამაწერინე მისამართი, შემოხაზე 41 ნომერი. მივედით ოლქში, გვინდოდა გაფრთხილება ამ ქალბატონის რომ დაენებებინა თავი, ატეხა აყალმაყალი. იქ მოვიდა პიროვნება დავით ძიძიგური დემოკრატიული არჩევნებისთვის, მე მგონი ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის. იმანაც ეს კადრები არის დამონტაჟებული, გაიქცა. რომელი არხია? 25 არხი. ის მომდენო. ტიპა, წერა გვინდა თქვენი დამთავრებულ მობილურზე საუბარს. კაცია ტელეფონზე საუბრობს. რაზე მიგე? კაცია ტელევიზია ერთით. რა არის?